დღეს ჩვენ გადავიღებთ 3 სხვადასხვა ბრენდის ერთი თაობის ავტომობილებს და ვნახავთ თუ რას გვთავაზობდნენ ეს ბრენდები იმ დროში, კერძოდ კუპეებში და ასევე იქნება გათამაშება 50 ლიტრის საწვავი კონექტისგან, მაგას ვიდეოს ბოლოს გეტყვით, მანამდე ჩემი არხი გამოიწერეთ და დავიწყოთ. Mercedes-ში ჩვენ გვყავს C350 მოდელი, რომელიც არის კუპე, უკანაწამყვანი, როგორც ვიცით, იწონის 1615 კილოგრამს, აქვს 306 ცხენის ძალა, მე პატრონი მეუბნება 306, მაგრამ მონაცემებში არის 302, მაგრამ იყოს მიუცე Mercedes 4 ცხენის ძალას ჯანდაბას. ვიზუალურად ლამაზად გამოიყურება, იმიტომ რომ პატარ-პატარა რაღაცები, დეტალები უყენია და რა ძალამაზებს საბოლოო ჯამში მანქანას და კარგ ვიდს აძლევს. დისკები მომწონს, სპოილერი მომწონს, უხდება, დიფუზორი მომწონს, გვერდებზე მომწონს, ყველაფერი კაი, ხა Mercedes-ზე კარგს ნუ მალაპარაკებს, რადგან ეყოფა კაიებს. Infiniti-ში ყავს GL17, რომელიც წონით არის 1700 კილოგრამი დაახლოებით, ცხენის ძალა აქვს 333 და Mercedes მაგის იმედია რა, 100 კილოთი ნაკლებია და მაგით გავალო და ვნახოთ ვიზუალს რაც შეეხება, თქვენ დაწერეთ კომენტარებში, მე არ ვიტყვი ვიზუალს რაც შეეხება, იმიტომ რომ მე რა ვთქვა, მე დამიწყებენ BMW-შნიკი ხარო და არ მინდა. გემოვნების ამბავია თავიდან ბოლომდე ვიზუალი და ჩემს თავზე ვერ ავიღებ კონკრეტულ შეფასებებს. დანარჩენი, რა ვიცი. Infiniti-ა რა, ხო რა, Infiniti მე მევასება, მაგრამ არა ვიზუალურად, ტექნიკურად. აი, დახვეწილი. ნახე, ჯერ რა ფორმები, ნახე რა ფარის ფორმა აქვს. თან არ არის აქ ულამაზესი ფარები. აი, გეხვეწები აღიარე რა. თქვენც აღიარეთ ხალხო რა. აი, ყველა მოაღიაროთ ერთხმად, რომ აი ძალიან ლამაზია 92 არის საოცრად. ჯერ გვერდიდან შეხედე, მოდი. აი გვერდიდან, არა, აქედან ტაქსი დამეჯახა, აქედან შეხედე. მოდი, აი გვერდიდან შეხედე, გეხვეწები ჯერ. ფორმა ნახე. რა ლამაზი სილუეტი მიდის. ჩემი ძაღლი ერთი ესეთი ლამაზი და მეორე ეს. კაი, მოდი, ხუმრობა რომ იქით გავავდოთ 92 ძალიან მელამაზება, ძალიან ლამაზი მოდელია BMW-ში და ეხლა ამას მგონი ზედმეტი ლაპარაკი არ უნდა. შეიძლება კონკრეტულად ჩემი არ დგას ისეთ ვიძე რომ თქვა რომ ეს კონკრეტული მანქანა რა ლამაზია, მაგრამ BMW-ს 92 არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოდელი. დღეს ამ მანქანებს შევაჯიბრებთ სლალომი, რა თქმა უნდა, დრაგი. თუმცა დრაგზე ჩემს ავტომობილს არ დავაყენებ ამ კონკრეტულ ორთან, იმიტომ რომ ესენი არიან ქარხნული ავტომობილები და ჩემი ავტომობილი თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან კარგად დადიოდა და სულ მაგას ვამბობდით და ამ ლაპარაკში ჩვენი მეგობარი გიორგი ჩუბინიძე თქვენთვის კარგად ნაცნობი ტოპე დამენიძლავ რომ გინდა თუ არა შენი მანქანა არ არის ქარხნულია და წავედით შევამოწმეთ და stage 1-ზე იყო. უბრალოდ კლუბში არაფერი არ არის ჩაწერილი, stage 1-ზე არის ეს მანქანა. იმის გამო რომ არასამართლიანი არ იყოს ეს ყველაფერი, ამათთან არ დავაყენებ, მაგრამ ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს ჩვენი ძმა და მეგობარი შეყლა. აი ამ მანქანის წარმოადგენელი, რომელიც ქარხნულად არის 400 ცხენზე, ჩემზე 100 კილოთი მძიმეა, ჩემზე არა, ჩემს მანქანაზე 100 კილოთი მძიმეა და დარწმუნებული ვარ რომ ინჟინრულად ისეთი მაგარი ვერ არის როგორც ჩემი მანქანა და გავასწრებ. იმის მიუხედავად რომ ბევრი ცხენი აქვს, მაინც გავასწრებ. ჩვენ დავუდგებით ამას. ვისი არხი? ჩემი. შენი? კარდრაგი გამოიწერეთ, იმიტომ რომ ფიმოლის ზეთების და მეგუინის ზეთების გათამაშება აქვს ხოლმე დათოს თავის არხზე და მაგარია. მოდი ახლა ვნახოთ სლალომზე რას იზავენ ეს ავტომობილები. გაჩერებულია ნიშნულზე. წავიდა. მოდი ვნახოთ ანას მანქანა რას იზავს. რა თქმა უნდა საჭე ბევრად უფრო გრუბი აქვს, ესე ვთქვათ, ვიდრე Mercedes. ამ მოდელებს ზოგადად ძალიან გრუბი საჭეები აქვს და რატო გააკეთეს ესეთი გრუბი სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. შეგიძლია. წავიდა. ეს პლუსი აქვს და სომეტი არ ხაბინი შეგავი. კაი, მოდი ამის დროც ავიღოთ. მაინც ჩვენი რა მიდეს. სად ხარ? წავიდა.
შეყლა შემდეგზე ისინი გაუკეთეთ ცეპები და ისე წინ შიპოვკა? წინ შიპები გაუკეთეთ და ისე მოდი. შუშის კერამიკა, მაგარი არის ეგ. ლადო შემოდის მარშრუტკით. აი ეხა განახებს კლას. მოდი, აბა მოდი ერთი ვიდრე რა შეგიძლია. მოიცადა? წავიდა. ასეთ სიჩქარეზე მართვა მანქანეს. მაგრამ მოყვება, ამჟამად მიყენია ოლისები, ეხა რეგულირებადი პადესკა 4-ვე სლიკებზე დგას თან და ძალიან საკაიფოდ გამოვიდა. ერთი-ორჯერ კიდე გავული და დროს ჩამოვწევ კიდე უფრო რა და ნახოთ რა, მე მგონი კაი შედეგი დადება შეიძლება მე კალთზე. არა, ძალიან მაგარია, ნახე საბურავები პროსტა. დრაგზე ხო იასნა. აბა რა. სლავომის ეს წარმატებით ჩაიარა და ეხა გავდრაგოთ. შეიძლება გაასწროს ეგრე. ვერ ასწრებს. გაგორებულზე ცდით? კაი, ჩემთან უკვე შეგიძლიათ რომ ჩააჭიროთ. Looking at me, I can make you say you want me. When you gonna give it up to me? მეზადვარ. აი, просто რა ტიპ სოფალ სტარტი ექნება რა უნდა ველაპარაკო იმას რა. დამავიწყდა და დამავიწყდა და ქალი საჭესთან ჩემი არის. მოი ცოტა ცერათ ვდგავარ გავასწორებ რა. თორე და დავეჯახები დათოს. მარტია რა. რატო არ ჩეკიანთია? არა, აქ მეტი ძალა, ანუ ნუ გონია ძალიან მაგარი მანქანა. ეგეთი ნელია, ბიჭო. მაგას ვამბობ. ჯერ ეს ერთი ეს მანქანა ჩემი არ არის. გასათხოვა ბიჭო ხალხს. არაფერს. ჩემი მანქანა მაგრად არის. ეს კიდე? აბა. ჯერ ინფინიტიო, მე რა ფერია. რა. სიცხვილი მაჭამა მანქანამ რა. ანარო გაგასწრებს თავისი რაღაცა ლაკ გამძვრალი ბენვეთი ანუ რაც არ უნდა სტეიჯი ეწეროს ქარხნოთ არის მანქანა 400 ცხენი რატო არ მიდის პრნდს წადი არ მიდის ფარები არ მქონდა ანთებული ბაზარია ჩემი ბრალი არის უნდა ანთ ფარებს ანთენ მიდის მე მაგრამ ჩვენ რა შედეგები მივიღეთ ესე იგი. საუბში მოიგო Mercedes-მა. დრაგზე როგორც ვახეთ Mercedes-მა გაასწრო Infinity-s ადგილიდან, მაგრამ ნუ გაგორებულზე რა თქმა უნდა Infinity-ი გაასწრო და თავარ დრაგზე რაც ვნახეთ არის ის რომ 4 ხანიანი Infinity სახე გავაძრეთ, ხო? 92-ით. შენ სახე გააძრე პრინციპში საბურავები აღარ შერჩა მანქანას. გამომიჩინოთ რა მე ვისკე ვიყავი სიამოვნებაში. რეალურად ბევეშნიკია მაგაშია საქმე, მაგიტომ მოვიგე მე, თორე ეს რო არ ყოფილიყო აქ ვერ მოვიგებ. რა მარტი საჩქარი იყოს, მოდი ჩემთვის რა. აი, ქარო არ მიხსენებია და იმიტომ რომ აი შეყლა უნდა თქვას რა. ეს არის კლიენტის ავტომობილი. დაზიანებული იყო ძრავი არ მიდიოდა კარგად ეხლა მაგითო ჩამოვიდით რომ გაგვეტესტათ დრაგისთვის ამზადებ. წავიყვათ ეხლა გავამზადებ და შემდეგში გაკეთებოს მე ისევ დავაბრუნებს და ნახოთ როგორ
არის რა, მაგარი. ქარო მაგარია. და ჩვენ კონექტი არ გვიტყვის. მოკლედ, კონექტი ათამაშებს ჩემს ვიდეოებში უკვე დღეიდან დაიწყება 50 ლიტრის საწვავის გათამაშება. თავარი პირობა არის ის, რომ ამ ვიდეოზე რაიმე დებილობა კომენტარი უნდა დაწეროთ, ასევე ჩემი არხი უნდა გქონდეთ აუცილებლად გამოწერილი და კონექტის არხი. კონექტის არხს ჩავსვავ აღწერაში. აუცილებლად გამოწეროთ ორივე არხი, დაწერეთ დებილობა კომენტარი და მოიგეთ 50 ლიტრის საწვავი. ესეთი რამე გინახავს, რომ დებილობა კომენტარზე 50 ლიტრის საწვავს იგებდნენ, ანუ შედევრი. ამ ვიდეოში მხოლოდ იმიტომ დგავა, რომ მაღალი და სიმპათიური რო იცის მაინც. მეტი არაფერი დავიჟ. ძალიანია. დანებეთ თავი. ნამდვილად ეგრეა. მადლობა და დროებით.